სალამით ხალხნებო ისევ სახლიდან, ისევ ამ ტერიტორიიდან. წანა მოვედი. ასალაგებლად, მაგრამ ჩემთვის ტრადიცია უკვე რომ როცა ვალაგებთ, მანამდე ერთი რა ვიცი, რამდენი ხანის მომიხდება წამოვწვი. ეხლა სარეცხი მაგავფინო და უნდა ჩავიდე. ამიტომ ავალაგებ და ისე წავალ. და მანამდე მინდა რავი ახლა ვიდეოც გამოვაჩავწერო, იმიტომ დიდი ხანი ვეღარც ვსივარ, ვეღარც წევარ, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. მინდა მოგიყვეთ თუ როგორ გადავაქციე ბლინჩიკი კერძად. და არანაირი ბლინჩიკის გაკეთებას აღარ ვაპირებ. საერთოდ საკუთარ ოჯახში ადეთი წადი იყიდე. ესე იგი, თქვენც კი ნახეთ, როგორ კარგად დავიწყოთ ბლინჩიკის კეთების პროცესი. შვენიერ ალბათ, მორჩილად და კარგად და გაფუჭებების გარეშე. მაგრამ სადღაც 1-10 ბლინჩიკის შემდეგ აფამ დაიწყო რა ვიცი. გაშტერება. ანუ ხო ჩავაწობდი. გინდა დიდხანს გამეჩერებინა. ანუ ეგეც უცადე. გინდა ცოტა ხანს. შუა გულის ძვრებოდა და შიგცომში ტყლაში. იმდენად მომიშალა ნერვები. იმდენად რომ მე ეგეთი რაღაცების კიდე დიდხანი ზუზიალი არ შევიძლია. წავედი გამოვიტანე ორივე ტაფა. მეთქი გაზზე გავაგრძელებ. ამ ორივე ტაფამ გადაწყვიტა რომ არ გამოსულიყო, ანუ აქედან აი ეს ჩაასხი გადაასხიზე. ხო და მეთქი всё, ეხა რაც არის ეგ არის, ამას გადავღორი თქო რა, აი დარდი ეხა 3 კვერცხი და 1 ნაბეღლავი თქო რა. ხო და დავამთავრებ ვიდეოს და ჩავალ. ხა ეს სარეცხს გამოყრი ერთ შევყრი. ერთ სიტყვით და ორი გაგებით. არც იქ არ გამოვიდა. მერე მოდი მე ერთ საცուցი წავედი ის ტაფა გავწმინდე დენის. ოღონდ ხალხო მართლა აი ანუ პირველად ხوار ვაკეთებ და რაღაცა. კარგად გამოდის ხოლმე რა. იმიტომ რომ წინაზეც გავაკეთე. ხო და ჩავრთე. ერთი ჩასვლება კაი გამოვიდა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე ჩავარდა. აი იგივე რამე არ ყოფილა არასოდეს. ხო და ეხა ამ მდგომარეობაში მე რომ მაგის ნერვი არ მქონდა, ხო კარგად იცით რომ მე ზოზიალა კიდე და მე ხვეწ და შენ კარგად იყავი მანანა ჩემ თავს უთხარი. ეს 1-10 ბლინჩიკის ცომი გადავახვიე და ნინოს თქვა წადიშვილო ტუპის გაუტანე ეს სიამოვნება მეთქი და ვაჭამე ტუპის. ეგეთ რაღაცებზე არ ვიშლი ნერვებს. ეს ტაფა თავისთავი ყველაფრიანად ჩავდენაგვის ყუთში და ჰაიდა. მაგას მოვეყოლებინები და მომინდება ბლინჩიკი წავალაგე გავაკეთებ. გადავიყიდე. გავკეთებელი გავაკეთებთ ეს სადმადე. ხო, კიდე რა. ეხლა რა უნდა მექნა ამ ხორცისთვის. ხორცი უკვე ანუ გამზადებული მქონდა. დავჭერი წვრილად ხახვი.
ჩავყარი ამ ხორცთან ერთად და ვასხის ზეთი და დავიწყე ტაფაში მოვშუშე. ან ცოტა ისეთ მაღალ ქვაბ ტაფაში. ეხლა ამ მოშუშვის პროცესში ვფიქრობ, ეს რაღაცას სხვა საჭიროებს თქო. გავაღებაც ვიპოვე ერთი პატარა ბანკა რკინის ის ვიპოვე ტომატი. გამიხარდა. ავიღე ჭიქა გავხსენი ტომატი და კარგად დავასხი, ანუ მოვშუშე კიდე ტომატში და მერე დავასხი წყალი. წყალი ვატყდა. ჩავაყარე ქინძი და უცხოსუნელი, ცოტა. ჩავაყარე ცოტა წითელი წიწაკა, მერავი წიწაკა მიყვარს, ყველაფერში მიყვარს, შეიძლება ნამწვაშიც ვიხმო. ნუ შესაბამისად ცოტა. ხო და. წინაზე ეხოსკოპიაზე რო ვიყავი, კიდე რო გამოვიდეთ, ვიყიდეთ დიდი პარკით მაკარონი. აი, ომიანობა რო გეგონება დაიწყო და ყველას დიდით რო წამოიღე. ალაგ-ალაგ თუ შევისვენებ სუნთქვისას, არ გაგიკვირდებთ, იმიტომ რაღაცა ვერა ვარ კარგად. ანუ კარგად ვარ, მაგრამ ვერა ვარ კარგად და ამ დროს აი ის გამახსენდა, ის უცუდათა ვარ. ცუდად თუ არა ვარ, კარგად არა ვარ, ხო იცით? თუ იპოვე ჩავსვო მოკლედ. ხო და ისინი ბორბლები ვითრვა, ყვავილები ვითრვა ეგეთი მაკარონი. ჩავყარი, მარილიც ვუყვავი, ამ დროს ივანე ჩამოვიდა. ხო და საჭმელი როდის იქნებაო? არა, მალე იქნებაო და კი მე ვთხარი, ისე ვუთხარი, რომ გეგონება ვიცოდე რას ვაკეთებდი და ისიც ვიცი რამდენი წუთი დარჩა. ეხლა ვფიქრობ, რომ მოშრება ცოტა და ეგ არის მეთქი, მაგრამ ბავშვს შიოდა. ამდენი და შვილო ეყოფა თქო, ცოტა წვენი ჰქონდა. ანუ ტომატიანი. ანუ მაკარონის ხორცის ტომატი რაღაცა გავაკეთე რავი. ეხლა უნდა ჩავიდე დარჩა თუ არა კიდევ ნახო ცოტა შევჭამ. იმიტომ რომ ივანეს დაუცხე ერთი ეს ვკითხე, რომ მეთქი მარილი ხوار მომივიდა, მეტი ეს ეჭვში მეპარა. თუ ზოგადად მაგკერც გეკონება მე რამდენად ვაკეთებ. ბევრი მარილი არ მოხდება. არა ივანე მითხა კარგია. კარგია მე ვთხარ შვილო დაიმატე ქვეყანა. ხო და გავაკეთე, ამოვედი. საწოლი უნდა ამელაგებინა და მოდი ცოტა ხანი დაწიკი, შეუბედო რო ვითხა და დავწიკი. ორო წვენინებდი. ხო და ისევ სახში ვარ ხოლმე. იმ რიცხვსაც მივუახლოვდით, ბევრი რომ წერდით 5. წეგან მამიდაც შემოწერა, მაიკომა თქვა რომ 5-ში ეყოლებაო, ეს ხო ჭკუტიანი. ანუ ხვალ. ნეტამც არ მინდა არ იყოს, მე ნახეთ თქვენ. მართლა აღარ შემიძლია, ხალხი, გაძლებაზე ვარ რა. თქვენ შეგჭამეთ. ჩემი თავით ეს ბავშვი შეჭამ ხوار დავაცადე, ან ნორმალურად იყოს, ან რაღაცა იყოს. იცი რა მომენტი მაქვს, აი ხამშია მაგრად, მაგრამ არანაირ სული არ მაქვს ჭამის. ზოგადად ესეთი პერიოდი მაქვს ხოლმე, წინა პერიოდი. აი ეს. ჭამას მის და არ ჭამას მის სურვილი. რაც შეეხება სიცხეს, რაღაცა გუშინდელი სიცხე არ არის. მაგრამ მაინც ვერ არის. ისე რომ მე მესიამოვნეს. ხო და ახლა დგები წავალ. სავაშ სარიცხში შეყვარი კიდე. აი ესეთი ჭრელაჭუმ რაღაცები მაქვს. ხო და იმ სარიცხზე გავფენ. თეთრეულია. მაგის გამო არ შევდა ეს უთოს მაგიდა რომ დღეს მოვიშორო პეთქი და გუშინ სხვა შევშო რომ მოვიდა სამსახურიდან მეუბნები რომ ნახე მეთქი კალათავა ნახე მეთქი სულ მოვჭი თქო და ხო ზოგადად ხო ეგრეა სულ რომ მორჩები დაუთვებას მე მივდივართ ხოლმე და ზოგადად მეკითხებოდა რომ აბა წავედითო ეხლა რაღაცა ნაწილები იყიდა მანქანის ტეხას მოტრე უწევს და
უნდა გაატაროს რა და რაღაცაზე იყო წასული თბილისში და რომ მოვიდა ჯერ აბა მივდივარ და ეხლა სამსახურში წავიდა არ ვიცი რა რემონტს ვერ მოვასწრებთ სისულელია ვერ ერთია ის შავი საქმე მოვასწროს ერთი ეგ იყოს ის და დანარჩენს რა უყურებთ პარალელურად ბავშვთან ერთად გავაკეთებთ რა თავარია შავი საქმე მორჩეს იმიტომ რომ მართლა რავი აგერ ერთი კვირაც გავიდა აგვისტოს და ერთი ხა დამრჩა იმიტომ რომ ბოლო რიცხვი 15 აგვისტო მიწერია დღეს არის 4 რაღა დარჩა წავედი აბა ჰეი სახში ვარ ისევ საჭმელს ერთ ვიწყებ მეორეთი გადავაკეთებ და მაგ სტადიაზე ვარ მშია და არა მშია წყურია და არა მწყურია მეძინება და ვერ ვიძინებ წამოწოლა მინდა და ვერ ვისვენებ ხო და თქვენ შეგჭამით და მე შევიჭ ეს ბავშვი შევჭამე დაიცა რა წავედი კარგად ვიყარხართ ყველანი იმიტომ რომ ვიცი როგორ მბალერში ყოფთ ბედნიერ დღე ყველას